Დემოგრაფიული პრობლემები თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ 5 გლობალურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშოა. მდგომარეობა ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოშიც საკმაოდ მწვავეა. მსოფლიო ჯანდაცვის სტატისტიკის მონაცემებით 232 ქვეყანას შორის საქართველო მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების ტემპით 16 ადგილზეა, შობადობით 174-ზე. სწორედ შობადობის შემცირებაა ერთ-ერთი მიზეზი ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემის არსებობისა. პრობლემის მოგვარების ერთადერთი ნათელი წერტილი მრავალშვილიანი ოჯახებია, რომელთა რიცხვმაც მნიშვნელოვნად იმატა მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქრისტიანულ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლიად იქცა. ჩვენ სიუჟეტში გაგაცნობთ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის ცხოვრების წესი სამაგალითოა. ჟღენტების ოჯახი შობა ახალ წელს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდება. ეს სესილი ჟღენტია, გოგონა, რომელიც ოჯახში მე-12 შვილია. განსხვავებულია ემოციებით, უფრო კარგი არის, რაც მე-12. მაგააჩინო, ბევრი შვილი ძალიან კარგი არის. ამის პირველი 24 წლის. ახალშობილი 52 სანტიმეტრისაა და 4 კილოგრამს იწონის. სულ მინდოდა ხოლმე რომ ბევრი შვილი მყოლოდა, მაგრამ 12 თუ მეყოლებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. ეს არის ღვთის განგება. არავინ არ უნდა თქვას რომ რაღაცით ის არის რომ ბევრი შვილი ყავს. შეიძლება ერთი შვილი მისცეს ღმერთმა და ღვთისთვის სათნოთ ის ერთი გაზარდოს. ამით განსხვავება და ამით ეს არ შეიძლება. უბრალოდ ღმერთმა ასე გადაწყვიტა უფალმა რომ მე ჩემ ოჯახში 12 ახალი თაობა წარმოშობილიყო. ბედნიერება არის, რა თქმა უნდა და მინდა უთხრა ყველას, რომ ნუ შეგეშინდებათ შვილების გაჩენის. აი არ შეგეშინდეთ არც რაღაც გაჭირების ამბობენ, რომ გაჭირება არის. პირიქით, უფრო მეტი მადლი მოდის, უფრო ეხმარება უფალი ამ დროს და უფრო ძლიერი ხარ სულიერად და ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავ ამ შემთხვევაში ღვთის დახმარებით. დღეს ძალიან დიდი სიხარულია ჩვენს კლინიკაში. გაჩნდა კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახის შვილი, გოგონა, მასით 4000 გრამი, სიგრძით 52 სანტიმეტრი. მამა ტარიელის მე-12 შვილი. მე ფაქტიურად ვიცვლები მამა ტარიელის ოჯახის ექიმად, რადგან აი ეს სიხარული თითქმის ყოველთვის ვიზიარებთ ერთად. ისიც უნდა თქვა, რომ ამ ოჯახს უკვე პირველი შვილიშვილიც ყავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოჯახი მრავლდება. ჩვენ ძალიან გვიხარია ეს და საერთოდ მოუწოდებთ ყველა ქალს, რომ გააჩინოს ბევრი შვილი. დიდი ბედნიერება ეს ოჯახისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის შორენა მონდაძისთვის მე-12 ორსულობა და მშობიარობა საკმაოდ სარისკო და გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ოჯახმა მაინც გადაწყვიტა მე-12 შვილის გაჩენა. სასულიერო პირის მრავალშვილიანი ოჯახი ლილოში ცხოვრობს. აქვთ მეურნეობა, რომელშიც მთელი ოჯახია ჩართული. ფერმა მაქვს პატარა საოჯახო ფერმა. ამას უვლით დიდებისაც მოვლა შეუძლია. ზოგი მუშაობს. მაქვს ასევე ნატურალური ზეთის წარმოება, საოჯახო ისიც და ჩვენ ვართ ჩართული ამ საქმეებში. დილას მე დაუვლი ამას ყველაფერს, მივცე მიმართულებას, იმანეს უნდა გააკეთოს, იმანეს, მერე მივდივარ ეკლესიაში. ჟღენტების ოჯახი ნათელი მაგალითია იმისა, რომ მრავალშვილიანობა არათუ პრობლემებთან, არამედ დიდ სიყვარულთან და ოჯახურ სიმტკიცესთან ასოცირდება. მათი ცხოვრების წესი ქრისტიანული მორალისადმი ერთგულების გამომხატველია.